ჩემო ძირფასო სვენელებო და მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ მე თქვენ ვიდეოს თემით თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ დემონები, რომლებიც იმალებიან მეგობრებში ან ოჯახის წევრებში. ალბათ ეს თემა არავის გაგიკვირდებათ, რადგან თუ მაგალითად მეზობელს გაექცევი, შორეულ ნათესეს გაექცევი და დაემალები, ან დაუშვათ ვინმეს არიდებ თავს, ოჯახის წევრს თავს ვერ არიდებ და ოჯახის წევრს თავს ვერ დააღწევ. და ხდება ხოლმე ისე, რომ ერთი ოჯახის წევრი ექსპლუატაციას უწევს მეორე ოჯახის წევრს. ხდება, რომ ერთი იქცევა ძალიან ცუდად, მეორე კარგად და ასე შემდეგ. ალბათ ასეთი პრობლემები თითქმის ყველა ოჯახშია. ხო. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სიბრმილე შემოდის ჩვენთან მეგობრული ღიმილით. ის ჯდება თქვენ საოჯახო მაგიდასთან, იცის თქვენთან ერთად, უერთდება თქვენ ლოცვას, მაგრამ თან მოაქვს რაღაც უხილავი, რაღაც, რაც იპარავს თქვენ შიდა სიმშვიდეს, აღელვებს თქვენ სულს და ეს გაფიქრებინებთ, რატომ არ გრძნობთ თავს კომფორტულად იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ძალიან გიყვარს. დიახ, ხდება ხოლმე მასე. ბრძოლა სულიერ ძალებთან ყოველთვის არ არის ხილული და ხმაურიანი. ზოგჯერ ეს ვლინდება იმ პირების მეშვეობით, რომლებიც თქვენ გიყვართ და ენდობით. ჩვენი ბრძოლა არ ხდება ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ წინ დგალარიან, არამედ ბნელი სულიერი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის დახმარებით, რომლებსაც უკავიათ ჩვენ გულში ყველაზე ახლო ადგილი. ეს ჭიშმარიტება გვაყენებს ღრმა ტკივილს. როდესაც თქვენ გინდათ თქვენი სული, თქვენ სულიერ გზას გაყვეთ, ამჩნევთ, რომ თქვენ ყველა არ მოგყვებათ. ზოგს აღელვებს ან აღელვებდეს იქნება თქვენი შიდა სამყარო, ზოგი დაგჩილოდეთ იქნება, ზოგი გაღიზიანდება და ზოგი, რომლებიც ადამიანის ავატარში, ზოგიერთი ადამიანის ავატარში, როდესაც ზილარიან დემონური არსებები, შეეცდებიან თქვენ სწორ გზას ჩამოგაშორონ. ბოროტის სულები ყოველთვის არ ამჟღავნებენ თავს ხმაურიანი დემონსტრაციით, ზოგჯერ ავლენენ თავს სიბრაზის შეტევით, აბატავნობით, მანიპულაციით ან ჩვენებითი სამართლიანობით. ისინი ყვაობენ ქაოტიურ სიტუაციებში და იმალებიან ხელგაშლილობის აქტების უკან. ზოგიერთი ამჟღავნეს პირად რაღაც სინაზეს ან დატანჯული მსხვერპლის ხატად მოგებლინებად. მტერს შეუძლია დაიმალოს ახლო მეგობრის ნას ხმაში. თუ თქვენი სული გრძნობს მოუსვენრობას განსაზღვრული ხალხის გვერდით, თუ თქვენი სულის სიმშვიდე ირღვევა, თითქოს ჩვეულებრივი სიტუაცია იყოსო, მაგრამ მაინც რაღაცა გაღელვებთ, შეიძლება თქვენ გაძლევენ რაღაც მნიშვნელოვანის გაგების შანსს. ნიშნები თუ რის მიხედვით გამოავლინო დემონური არსებები ჩვენ ახლობლებში და ოჯახის წევრებში. ნიშანი პირველი. ხო, მე მინდა სანამ ამ გავაგრძელებ, გითხრათ, რომ იესოს აქვს ნათქვამი, ყველაზე მეტად თქვენი შინაურების გეშინოდესო. ნიშანი პირველი. თუ როგორ უნდა მიხვდეთ, ზილარიან დემონები თუ არა ჩვენ ახლობლებისა, ოჯახის წევრების სხეულში. ნიშანი პირველი. ერთ-ერთი ფორმა ბოროტებისა, რომელსაც არ გამოიყენებენ როგორც ბოროტებას. თვით ეშმაკ შეუძლია სინათლის ანგელოზის
სახეს მიღება. დემონური არსებები არიან მოჩვენებების ოსტატები. მათ შეუძლიათ გამოიყენონ რეალური ენა, მათი ნაყოფებით მიხვდებით, შედეგებით მიხვდებით. არიან ისინი დემონები თუ არა, ისინი იყენებდნენ, იქნება ხალხს, რომლებიც მოგეჩვენება ცოდნე და სულიერად თითქოს განვითარებაში ყოფი, ანუ თითქოს და სულიერად განვითარებულები. ზოგს კი ექნება წინასწარ მეტყოლების უნარები, მაგრამ რომლებიც მესიჯები შეიცავენ საიდუმლო გაკონტროლების ტაქტიკას ან თვით რეკლამას. ზოგი მოითხოვს ფანატიკოსობას. ისინი აშენებენ საოჯახო მოწოდების იმპერიას. ხალხმა შეიძლება ვერც კი გაცნობიერონ, რომ მათ იყენებენ როგორც ინსტრუმენტს. მათ მართლა ეგონებათ, რომ ასრულებენ ღვთის მიზნებს, მაგრამ მათი გაბერილი ეგო შეიძლება შექმნან დერეფანი სულიერი სიცრუისა. ახლა ისინი, ვინც მე მომწერა ერთმა ორმა სვენელმა, ვინც მოусმინა ჩემ, არ ვიცი რომელი ვიდეო არ მოეწონა. ხო, შეიძლება თქვენო კარნახობენ ცუც. მე არავინ არაფერს კარნახობს. მე ჯერჯერობით წინასამეტყველური მე არა მაქვს წინასამეტყველური ნიჭი კი. მაქვს ხედვები, მაქვს ინტუიცია, მაგრამ მე უსვენ იმათ, ვისაც აქვს განვითარებული ნიჭი. წაიკითხონ აკაშის ინფორმაცია, წაიკითხონ წვრილი დონის ინფორმაცია. მე ყველას კიდე არ მჯერა, ვინც მე ვგზნობ, მე ჩემ გულთან როგორ რეზონირებს ინფორმაცია, მე ეს ბევრჯერ მithქვამს. და ყველას კიდე ვერ უსვენ სხვათა შორის. ვერ უსვენ ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩემზე ცუდად მოქმედებს. დისკომფორტს ვგზნობ. როდესაც მე დისკომფორტს ვგზნობ ვინმეს მოსმენის დროს, მე მისი მოსმენას წყვეტ. და თუ ვინმე გზნობ დისკომფორტს, მე რომ ისმენთ, თქვენი ნება არ მომისმინოთ. და თქვენ როგორ გონიათ, მე განა არ წონი ყველაფერს, სანამ თქვენ გადმოგცემთ, როგორ არა ვწონი, მე ნახდათ არ მინდა, რომ თქვენ ცრუ ინფორმაცია გადმოგცეთ და ცრუ ინფორმაციაში დაგარწმუნოთ. მე არავის დარწმუნებას არ ვაპირებ არანაირ ინფორმაციის სიმართლეში, იმიტომ რომ ყველას ჩვენ გვაწოდებენ საჭირო ინფორმაციას ისეთი გზით, როგორიც მიიღება ჩვენ შეგვიძლია. ან ჩვენ ზოგჯერ არ ვართ მზად მივიღოთ რაღაც ინფორმაცია. ხო, ასე იყო, მე ვიაჩესლავ კოტლაროვს წავაწყდი ინტერნეტში შემთხვევით და უცე ვერ მივიღეს ადამიანი. ეხლა მე მას ნაკლებად ვუსვენ, რადგან მას რესურსები ამოეწურა, ავათა კაცი და ფაქტიურად ის ქმნის რესურსებს, უпростоრად ვიდეოებს იმისთვის, რომ ხო მათ დაეხმარონ. ფინანსურად ძალიან ავათა ადამიანი მეუღლეს დაკარგა, გულის პრობლემები აქვს და ახლა უკვე მე მაგის ამოსვლა, უпростоრად მე მაგის ხელმომტერი ვარ და არ მინდა მისი ხელმომტერეობა როგორ ვთქვა, საერთოდ არ მინდა უკვე მისი ხელმომტერი ვიყოთ, მაგრამ არ მინდა დავკარგო ის ინფორმაცია, რომელიც გააჩნია ამ ადამიანს. მას ძალიან საინტერესო ბევრი ინფორმაცია გააჩნია. ადრინდელი ჩატარილი ვიდეოები, ძალიან კარგი ინფორმაცია. მაგრამ ახლა უკვე რადგან მე ვხედავ, რომ ის ვერაფერს სასარგებლოს ვერ მაწვდის,
მისი არც დაბლოკვა მინდა, არც ხელმომწერებიდან გამოსვლა მინდა. იმიტომ რომ მე გამიძინდება თუ ხელმომწერი არ ხარ და გინდა რამე ინფორმაცია, შეიძლება ყველა ვიდეო და ყველა თემა არ მოგწონდეს, როგორცაც ჩემს შემთხვევაში. მე მუდმივი მაყურებელი და მსმენელი ხომ არ მყავს. ზოგს ერთი მოწონს, ზოგს მეორე მოწონს, ხო? ზოგს მესამე მოწონს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მე არც ლაიკები მაინტერესებს და არც ხელმოწერა. ჩემთვის თავარი უბრალოდ არ არის ეს. ჩემთვის თავარია ვინც მე მომისმენს, სწორად გაიგოს ჩემი ნათქვამი. თორემ ჩემი მისწრება რომ ამდენი შევაგროვო და ამდენი არასდროს ყოფილა. არასდროს ყოფილა. მერწმუნეთ. მე რასაც ვაკეთებ გულის სიხარულს ჯერ მე სიამოვნებს ის რომ ბევრი მადლობას მეუბნება. ეს არის ჩემი ჯილდო რომ მიგავთ გულთან ეს ვიდეოები, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მინდა რომ მიიტანოთ. არა. უბრალოდ რაღაცნაირად თქვენ სიხვიძეთ, ასე ვთქვათ. ჩვენ ყველანი ძინარე მდგომარეობაში ვიყავით, ვართ და მე რამდენი ანჯღრება დამჭირდა ცხოვრებისგან, შენჯღრება უბრალოდ იქნება, რამდენჯერ შემანჯღრია ცხოვრება იმისათვის რომ გამოღვიძებოდი. მაგრამ ყოფადი პრობლემები, საქმეები მაინც მარტო ვარ ხოლმე, ქმარი არ მაწუხებს, დედამთილი, მამამთილი, შვილები, მაგრამ მაინც ასე თუ ისე დროს კარგავ ისე რაღაცებში, რაშიც არ მინდა დრო დამკარგო, ყოფად ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა. ერთი პლუსი აქვს სიმარტოვეს, რომ აკეთებ იმას, რაც გინდა. მეტი დრო და რჩება მე ჩემი თავისთვის. ხო. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. თქვენ არ უნდა განსაჯოთ სხვისი სულიერი მდგომარეობა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ცნობა თუ ზეცურს მოაქვს თუ არა ჭეშმარიტი დასწრება. ყურადღება მიაქციეთ სულიერ ატმოსფეროს თქვენ გარშემო. როდესაც თქვენ ვინმეს ელაპარაკებით და თქვენი სული გრძნობს ამაღლებას თუ პირიქით, მაგალითად ვინმესთან დალაპარაკების შემდეგ გრძნობთ გამოფიტვას. ახლა ერთ მაგალითს მოგიყვან, ცოცხალ მაგალითს, აგერთი ბები ამოვიდა თავიდან, შვილივით ამოვდეთ მხარში. მე ეკალი ცოტა ეშმაკი აღმოჩნდა. ნავარიელია, რკინაუდენა მუხლებში და მაგარი კლაუსნიკი ქალი, ხუშტურიბენი ქალი აღმოჩნდა. ისე მღრიდა ეს ქალი, მე მაგასთან ურთიერთობის შემდეგ ისე მდგომარეობაში ვიყავი, რომ თითქოს ყანა გადამებარა, ან დამეთოხნა. მე მას დავინდურე, მე სადაც მონდურება არ მიყვარს, მაგრამ იმ ქალს რომ დავინდურე ერთი, კარგა ხარ ვინდუროდი, სპეციალურად აქეთ გულში მეცნებოდა, არა და არ მინდოდა დურება, მაგრამ ვიცი რომ ცოტა ხანი დასვენება მჭირდება. 3 თვე იყო ეს ქალი. ხო და მაგარი ტოქსიკური ადამიანი იყო. არა, მე ბევრ ტოქსიკურ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. მაინდა-მაინც უბრალოდ ბევრთან არ მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვიღაცა გიკმეს. ხო. მე სულ ვცდილობ ახლა, გინდა რა. ადრობრ ხშირად ვაკეთებდი, ახლა სიცივებია და არაფრის თავი არა მაქვს. ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ ახლა გულის ჩაკვრა, მეოთხე ჩაკვრა. გულის ჩაკრის ფერია მწვანე ფერი, სიყვარულის ფერია, დედამიწის ფერიც მწვანე ფერი. სიყვარულის ფერი და მე წარმოვიდგენია, რომ აი ჩემ ველს, რაც კი ხდება ჩემ ველში, მე არ ვიცი ხარ ამხელა ბიოველი მაქვს, მაგრამ წარმოვიდგენ, რომ ჩემ ბიოველში რაც არის ტერიტორია ჩემ ბიოველში წმინდა, რაღაც ფერებით, სხვადასხვა ფერებით, მე ენერგიები, ლავა, ამით ყველაფერი მე ეფირს მოვიხომ გაწმინდოს, ქარიშხალს დავატრიალებ ვითომ და ასე შემდეგ.
შემდეგ გაწმენდილ ბიოველში უშვებ მწვანე ნისლს, სიყვარულის ნისლს და წარმოვიდგენ როგორ იფანდება ეს ჩემი სიყვარულის ნისლი, რაც შეიძლება შორს. და კიდევ მე ვისწავლე მაგალითად ერთ-ერთი ვინც იცის, ვინც უკვე გახსნილია და ხედავს ყველაფერს, ამ ასეთ ადამიანისგან ვისწავლე რა. წარმოვიდგენ რომ აი ჩვენ შხაპს ხომ ღებულობთ შხაპს. აი წარმოვიდგინე რომ მე დგავარ ჩემი ენერგეტიკული და მავიწყდა რას ვუძახიან მაგას. ხო, ვითომ მე ჩემი ენერგეტიკული სხეული დგას ნაკადის, ენერგიის ნაკადის ქვეშ, აი წარმოვიდგენ ზევიდან წყლები რომ მოდის, აი სულ მავიწყდება მაპატიეთ, ხანდახან ისე ვიკეტები, ან სიტყვები ვერაფრით ვერ ვიხსენებ. ხო, და წარმოვიდგენ აი მოდის ზევიდან ნაკადი ამ ენერგიებისა, მე ვდგავარ და ვიღებ შხაპს. აი ვიბან რა. აუ და მავიწყდა მაპატიეთ რა. ასე მავიწყდება ყველაფერი. ჩანჩქერი. წარმოიდგინეთ ენერგეტიკული ჩანჩქერის ქვეშ თქვენი თავი. წარმოიდგინეთ რომ სხვადასხვა ფერებში ენერგიას არ ვიცი მე ფერი აქვს თუ არა, ალბათ აქვს. იქ კოსმოსში, მაგრამ წარმოიდგინეთ უბრალოდ. წარმოსახვა. განავითარეთ. რატომ და რასაც თქვენ წარმოიდგენთ კარგს, ის თქვენ მოგიბრუნდება კარგ ფორმაში. იცით რა, ისეთ მძიმე არა, ენერგიები მოდის, მაგრამ ხანდახან ჩვენში კიდევ არის ჩარჩენილი ძალიან ეს ნეგატიური მძიმე წარსულიდან ასე თქვათ ნარჩენები, რომელიც ჩვენ გონიათ რომ ჩვენ განვიწმინდეთ, მაგრამ როდესაც ტრამვირებულია სხეული, სულიც ძალიან რთულია ძირფესიანად ამოთხარო ეს შენი ტოქსიკური რაღაცეები, მაგრამ როდესაც ხარ პოზიტივზე, აი მე განა პანიკური შეტევები მე დიდი ხანი არ ქონია, მაგრამ ხანდახან გამოიპარება თითქოს კედლებში, ვაჰა, ხელად ვიშორებ თავიდან. თქვენ იცით რა, ძალიან რთულია. შენ თუ გინდა განვითარდე, ხო, სულიერად განვითარდე, ვიბრაციები აიწიო, ძალიან რთულია, ამაზე სულ უნდა იმუშავო. იგივე გაბრაზდები, უცებ უნდა დამშვიდდე. აი მაგალითად გეფიქრება ცუდად ადამიანზე, ყველას ეფიქრება ცუდი, ყველას. მოიცილე თავიდან. აი მაგალითად ხანდახან მე ხო წერა ბლავაცკაიას, სულ ყურადღება რასაც წერ იმას მევაქციო, მაგრამ არ გამომდის ზოგჯერ. ჩემი ასლები დაფრინავს. და სადაფრინავს ჯობს არ ვკითხოთ. ადგილს ზუსტად არა. ამასა რო გეუბნები ძალიან რთულია. მაგალითად ვერ გადარჩებიან ისინი, ვინც აგრესიულობს, ვინც ხელად ბრაზობს, ვინც ცდილობს ხელად სამაგერო გადაუხადოს ადამიანს. თუნდაც ფიქრებში. ამიტომ გეუბნებით, ძალიან თუ შენ ფიზიკურად თოკა მაგალითად შენ თავს და თავს იკავებ, ფიქრებში ძალიან რთულია თავი შეიკავო. ძალიან რთულია. მერწმუნეთ. მაგრამ ეს საჭიროა თქვენ თვითონ დაამუშავოთ თქვენი თავი. იცით? აი როდესაც პატიო ვინმეს, ნუ კი ზოგი ამბობს რატო აპატიო. თქვენ თვითონ თავისუფლდებით ამ ტორცისგან. თქვენ ასუფთავეთ თქვენ სივრცეს, სულიერ სივრცეს, რომ მეტი სიყვარული ჩაადიოთ შიგ. როდესაც თქვენ ნეგატიურობთ, ტოქსიკურობთ, თქვენი დროის სივრცის კონტინიუმი თქვენ თვითონ პიროვნება ქმნის იმ დროს მის გარშემო. ხო, მე ერთ-ერთ ვიდეოში ეს ახსენი ეს მექანიზმი როგორ ხდებოდა. ბორევის წინ სრულტურთადი ცალკე სპეციალური ვიდეო მიუძღვენი ამ თემას. კარგით, მოდით გავაგრძელოთ.
როდესაც თქვენ ვინმეს ელაპარაკებით და თავს გრძნობ დისკომფორტს ამ ადამიანთან ყოფნისას საუბრისას, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ტოქსიკურია, ნეგატიურია. ტერი შეგიტყუებთ ხელოვნური სინათლით. ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ხო, ეს ბევრჯერ გამიგონია მე ბავშვობიდან და ბევრჯერ მეც მithქვამს ეს ფრაზა. მას ნიშანი მეორე. მეორე ნიშანი დაკავშირებულია გაყოფასთან. როდესაც სიყვარული გადაიქცევა ტრობაში და თუ არის ისეთი რამე, რასაც დემონური ძალები ვერ იტანენ, არის ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან, რომელიც აცელებენ სიყვარულს, რადგან იქ, სადაც ჭეშმარიტი მთლიანობა არსებობს, არის ღვთაებრივი ყოფა. ხო, მე, როდესაც ვამბობ ღმერთს, ღვთაებრივი, ხო, ამ დროს მე არ გულისხმობ იმ ღმერთს, იმ აბრამული რელიგიების ღმერთებს, არა. მე არ ვამბობ, რომ თქვენ რაც გინდათ ის იწამეთ, ვისაც გინდათ იმასაც წაყვანე, მაგრამ მე რას გულისხმობ, მაგას გეუბნებით. მე არ გულისხმობ ნამდვილ შემქმნელს, ვინც მართავს ამ კოსმოსს, პლანეტებს, სიცოცხლეს, საერთოდ ვინც მართავს სულებს. აი მაგ ღვთაებრივ ღვთაებას გულისხმობ მე და ამიტომ ნუ გამიბარსებით ამაზე. თქვენ ვინც გიდათ ის იგულისხმეთ, მაგრამ ნამდვილი ღმერთი ერთია, ეს იცოდეთ. დემონი ცდილობს ადამიანები დააშოროს ერთმანეთს. ის სიმშვიდეში თესავს ეჭვიანობის თესს, გულებში თესავს, ამ გულებში, ადამიანების გულებშიც თესავს, ეჭვებს, ნდობლობას. ის ცდილობს გაიძულოთ თქვენ, ნდობა დაკარგოთ. მეორე ადამიანის მიმართ ეჭვები გაგიჩნდეთ იმ მეორე ადამიანის მოტივებში. სიმართლე გითხრათ, მეც მაქვს დაკარგული ნდობა. არ ვინდობი ბრმად არავის. იმიტომ კი არა, რომ მე არ მინდა ის ნდობა. არა. იმიტომ რომ მე არავინ მინდობდა. არავინ მინდობდა. ჩემ უკან ბევრს ორმო გაუთხრია ჩემთვის. და მე ჩემ გარშემო ისეთი ხალხი ტრიალებდა, რომ მე ვიყავი ფხიზლად, სულ ფხიზლად, დაძაბული. ახლაც ვარ ფხიზლად და ახლაც ვარ დაძაბული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყურადღებით არ უნდა იყო, ხელად არ უნდა იყო. ხომ გეუბნებით, აი დემონი ისეთი ტკბილიენით შემოტრიალდება და ისეთი ტკბილიენით შემომისისინებს ხოლმე იმ ხალხის სახით, რომლებსაც შენი გამოყენება უნდა, მაგალითად მოგატყუოს უნდა, ხო? ან გატყუებს, თვალში გიყურებს და გატყუებს, შენ იცი ხვდები, რომ ეს ტკბილია. მაგრამ შენ ვერაფერს ვერ ამბობ, რადგან ხარ მის ტერიტორიაზე, სიტყვაზე. თან ყველაფერზე ხო ვერ იჩხუბებ. ტურმანებზე ვერ იჩხუბებ, ხო? ყველაფერზე ვერ იჩხუბებ, იმიტომ რომ მაშინ უნდა გაფანტო შენი სიმშვიდე უნდა დაკარგო და შენი ვიბრაციები უნდა დაფანტო. ხო, დემონი ყოველთვის ცდილობს დათესოს შუღლი. მეუღლებს შორის თესას გაუგებრობას. ხალხი, რომლებიც ერთად ეძებენ ჭეშმარიტებას, ახლა კამათობენ. ხო, ის ხალხი, რომლებიც ერთად ეძებენ ჭეშმარიტებას, ნახეს მათი აზრით და ერთად გადიოდნენ ამ გზას, ახლა კამათობენ. წურმანების გამო. რომლის მნიშვნელობა
რომელსაც ნიშნულობა საერთოდ არ აქვს. სადაც შურია, იქ ხაოსია. ბოროტის სული ესწრება, როდესაც არის ემოციები, ამოფრქვევა, ამას გულისხმობ მე გაბრაზება, უცებ გაბრაზება. ამ მაგალითები, როდესაც შე კი მართალი ხარ, მართალი, მაგრამ შენ ახლა ავარდე დავარდე ვინმე ამ პრობლემას, ან მაგალითად ვინმე რამე აიღო შენ უკითხავად, ან შეგიცვალა, ხო? მეც მქონია ასეთი შემთხვევები, მაგრამ თავის შევიკავე, ვითო არაფერი მოხდარა. ახლა თინთის გამო მე რომ ეხლა ერთი ამბავი ავატავდე ხო, თან როდესაც შენ იყოფები, არ იყოფები შენ ტერიტორიას, ასე ვთქვა, ტერიტორიას მე არ გულისხმობ აფხაზეთს და იმას, არა. ტერიტორიას გულისხმობ, მაშინ სადაც შენ ქირავ, მე ვახავ ქირავ ბინას, ეს არის არ არის ჩემი ტერიტორია, ეს არის ჩემი ხაზეგის ოჯახის ტერიტორია, ხო? მე ხა ყველაფერზე დავუშვებ, მაგალითი მოყვას უბრალოდ, მე ხა მე ავტეხო დებოში, თუნდაც მართალი ვიყო ყველაფერს, მე ახარავინ გამაჩერებს. თან თავარი ეს არაა. მე ჩემს სულიერ სიმშვიდეს დავკარგავ და ჩემ ვიბრაციებს გავფანტავ, ენერგიებს, რომლესაც მე მიგზავნიან იმისათვის, რომ ჩავამთავრე ეს ჩემი გზა, ნიჭიერი გზა, მქონდეს ძალა. და ყველაზე საშიშია, როდესაც სიმშვიდე ქრება ოჯახში. ხო, ახლა კიდევ რო ვიტყვი რამეს ის ზოგიერთი იტყვის, რომ აჰა, შენ თავზე რატო ლაპარაკობ? იმიტომ რომ ჩემ თავზე იმდენი რამემას მე გადატანილი. აბა ვის მაგალითი მოვყო? მოვყო ვისი მაგალითი მოვყვე? აი მე მაქვს ნახდე მაგალითები, მაგალითი რომ მოვიყვანო. რატო ვირბინო შორს? ძალიან რთულია, როცა გაქვს დაძაბულობა, თან ოჯახიდან ვერ გადადიხარ. და გიწევს 24 საათი იყო წლეხის ქვეშ. ან იყო 2-3 ცეცხლ შორის. ძალიან რთულია. მეწუნეთ ასეთი მდგომარეობა მქონდა მეც. დარბოდი 2-3 ცეცხლ შორის ვიწნეხებოდი 24 საათი. და ამ შემთხვევაში, როდესაც ოჯახებში ხდება დაძაბულობა, კინკლაობენ, როდესაც ჭამენ ერთმანეთს, ვერ იყოფენ ვერაფერს. ამ შემთხვევაში ხდება რაღაც უფრო სიღრმისეული, ვიდრე ხასიათების შეჯახება. მტრის მიზეზი ერთია, დაანგრიოს ის, რაც დაამკვიდრა შექმნელმა, აბსოლუტმა ღმერთმა. მტერს უნდა, რომ ჩვენი ახლობლები აღვიქვათ როგორც მტრები. იმ მომენტში, როდესაც თქვენ იწყებთ ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლას, თქვენ ტოვებთ ნამდვილ ბრძოლას. იმ ბრძოლას, რომელიც მიდის სულიერ სფეროში. ჩვენი მტერი იკვებება წყენით. ის ხშირად გვახსენებს წარსულ წვილობებს. ხო, აი მცირე წყენას ბერავს. როგორც იტყვიან რუსები, делать мухи слона. კი, არა, ადამიანი ვერაფერს ვერ დაივიწყებს. წარსული ახსოვდეს იქნება, მაგრამ ეს ამ წარსულით გახსენება ჩვენთვის უნდა იყოს უტკუნეულო. კი, შეიძლება, აჰა, მე ხანდახან მახსენდება ვიხსენებ წარსულს, მაგრამ ისი არა რომ აგაბრაზზე ან ისევ წკენა უბრალოდ ხშირად გაგახსენებენ თქვენ წარსულს და თქვენ შეცდომებს. უბრალოდ შეხედეთ ამას როგორც გამოცდილებას. ვერაფერს შეცვლი. მე ვამბობ, წარსულს მე ვერ შეცვლი, ჩემს შეცდომებს ვერ შეცვლი. ასე რომ მე უნდა ვიფიქრო მომავალსა. ხო, და ნურას დროს ნუ იტყვით. ვინმესე ჭყალვში მოვიყვან ამას. ამას მე არ ვამბობ. აგი მოყვას როგორც მაგალითი. ნურას დროს ნუ იტყვით ვინმესე,
მე არასდროს ვაპატიებ. მაგრამ ერთიანობა, მთლიანობა, ზეთიური ენაზე საუბარი და თუ ტკივილის მიუხედავად ჩვენ ვპატიობთ, ეს არის ჩვენი ძლიერი იარაღი. როდესაც თქვენ პატიობთ, თქვენ კეტავთ სულიერ შესასვლელს, რომლის მეშვეობით სურთ გასვლა შესვლა უბრალოდ. ესე იგი, იმ საკეთს კეტავთ, როდესაც თქვენ პატიობთ და თქვენ ცდილობთ თქვენ ნეგატიური მხარე არ დახუროთ, მაგალითად სიბრაზე რა მოყვება ამ არ პატიობა სიბრაზე ან სიმშვიდე, ხო? და თქვენ როდესაც ცდილობთ ნეგატიურებს კარი დაუკეტოთ, თქვენ უკეტათ კარს დემონურ არსებებს, რომლებსაც უნდათ ამ კარით შესვლა თქვენ სულში და თქვენი სული და თქვენი ავატარით ხელმძღვანელობა. თუ თქვენ სახლში სუფევს დათაფული ატმოსფერო, თქვენი ურთიერთობები ყევადია. ან თუ თქვენი სამყარო მუდმივად ირღვევა, უბრალოდ კი არა, გაანალიზიროთ, უბრალოდ გაანალიზირეთ რა ითქმება. უბრალოდ კი არ უნდა გაანალიზიროთ რა ითქმება, არამედ გამოიკულიოთ რა მოყვება ამას. აი მაგალითად თქვენ ხართ გაბრაზებული და გინდათ ადამიანს პირში მიაყაროთ ყველაფერი. არდა მართალი ხართ, მაგრამ თქვენ იმ ადამიანს რომ ეტყვით ამ სიმართლეს, ის ადამიანი დაიწყებს თავის გამართლებას, ეს უფრო გაგახიზიანებთ, ან წყევლას დაიწყებს, ან კიდევ შეურაცხყოფაზე გადავა, ეს უფრო გაგანერვიულებთ და გაგახიზიანებთ და უბრალოდ მე ერთი რამ ვისწავლე, არასდროს არ ვყვები იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერავერს შეაგნებინებ. კი, ავნერვიულდები, უცებვე, შევეცდები ჩემი თავი დავამშვიდო. ასლი არა აქვს. ტყუილად მეც დავკარგავ რაც მაქვს იმას. აი, და თუ რა გონიათ, ეს ადამიანები კი არა. როდესაც ადამიანები ასე იქცევიან, მათში დემონებია ჩასახლებული. ზოგი ცხოვრების განმავლობაში კარგავს თავის სულებს, ან სულებს არ უნდათ მათთან ყოფნა მირბია, ან სადღაც იძინებენ. და რატო ვიცი ხარ ეს მე რომ ამბობ პანდორა რევიზიონი точка глубокого погружения არხი და არხი ალენა ბერეგინა, ამათ ბევრჯერ უძენიან, ახლა მათთან კლიენტები ხო მოდიან გასაწმენდად. ხო, მე მაგის ფული არა მაქვს, საქართველოში არიან მასეთები. ერთი სეანსი 150 ლარი ერთ ქალს დაუკავშირდი, მაგრამ მე მაგის საშუალება არა მაქვს ფინანსური რო დავახარჯო ამ იმათ განწმენდებს, მაგრამ ამ გოგოებს ბევრჯერ მოუძებნიათ სულები თავისი კლიენტების. გვერდით სულები არ ყოფილა და ან ზოგი განზე იდგა, ან ძინავდათ. ხო, და სხვათა შორის ერთ რაღაცას გაგიმხელთ, როდესაც კოსმონავტებს ამზადებენ, იქ არის ერთი ასეთი დანადგარი, მოგრძო, ყოფში ოღონდ ზევით, ბოლოს ყოფშია რაღაც დახურული ოღონდ სივრცე, რომ იკეტებოდეს, ან აბმავე, დაბმულია ამქა და ეს ტრიალებს დიდი სიჩქარით. ასე კოსმონავტები, საერთოდ კოსმონავტებს ავარჯიშებდნენ ადრე და ახლა მithumetes არ ვიცი. და ამას ატრიალებენ სიჩქარით და თურმე ამ ტრიალის დროს სული ვარდება ორგანიზმიდან დროებით. წამოგიდგენია, ხო? ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკული გორები. თუ ხარ დაყოფი, არ ვიცი, მე არა ვარ და არც გორა ბრილიანტების რო დამიდო, ან ერთი მილიონი ფული, ან მილიარდი ფული მე იქ აწავა. თურმე, თუ წამოგიდგენთ ხა ამ დროს რა ხდება? ამ დროსაც გამოდიოდეს იქნება სულები. ისეთი სიჩქარით და ისეთი
ვეპატიეთ, ჩამოდით გორიდან და ისეთ ჩარა მოძრაობს ეს კარუსელები. გაყოფის სული მუშაობს შეუმჩნევლად. მას შეუძლია კარგ ხალხს აიძულოს შიშის, სიამაყის და თავის თავში ეჭვის გამო რეაგირება გააკეთოს. მაპატიეთ მე რომ ასე კითხულობ. აქანე მე კითხვა კი არ მიჭირს, მაგრამ იმისთვის რომ ეკონომია გამეკეთებინა, ზოგი სიტყვები მაქვს შემოკლებული. არა და მე გითხარით რომ მე რუსულად მას ყველაფერი დამთავრებული, რუსულად შემიძლია შემოკლებით წერო და შემდეგ ადვილად წავიკითხო, მაგრამ უცებ ხომ გეუბნებით, აი ვიჭიდები. მაპატიეთ დემენცია არა მაქვს, მაგრამ ხანახან ვიჭიდები და ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა სიტყვა მაქვს შემოკლებით დაწერილი. და ამიტომ ბევრს მენელს ალბათ ეგონება მე კითხვა არ ვიცი. ხდება ასეთი რამ. ამიტომ მე მირჩენია პირდაპირ ვიდეოდან გადავთარგმნო. არა, ვხედავ ყველაფერს, დაწერილს ხედავ. ხო, აქაც შემოკლებით მაქვს. ამიტომ ზოგჯერ პაუზებს რომ ვაკეთებ იმიტომაც რომ თქვენ გაიგოთ მე რას ვამბობ, რადგან უკილოების გამო ფურცინობ ხანდახან. თქვენ მაგრამ დადგებით ამ არსების წინააღმდეგ და ჯაჭვი იწყებს დანგრევას. სიყვარული იმარჯვებს სიძულულზე. ხო. მე მაგალითად დიდხანს ვერ ვარ გაფრასებული, მავიწყდება მე. ხო, მივეჩიუყი ამას და მავიწყდება რომ ადამიანმა მაწყეთინა ან ეშმაკურად მომიდგა. ახლა იმ ხალხს რო ვახსენებ, კატარაქტიანი თვალი ცუდად ვიყურებოდი, ფერებსაც არ ვამჩნე, თუნდაც ფერებსაც ვერ ვხედავდი წესიერად. და ამ ხალმა შემომასაღა საროჩქა მეგონა საზაფხულო, ძილსახლოიანი, თუნდაც პიჟამა ყოფილა. მე კატარაქტიანი თვალით მხოლოდ ყავისფერი, ყავისფერ ფერს ხედავდი და მომეწონა ახლა. ყავისფერ თეთრ ფონზე ყავისფერი ფერი მოჩანს. იქ კიდევ ორი ფერი ყოფილა, მე კატარაქტიანი თვალით ეს ვერ შევამჩნია. გეტყვით ახლა. და ამ ხალმა ხო იცოდა მე რომ თვალში მაგდა შემაჩიჭა ეს საროჩქა არისო. ეშმაკი ხალია. შემდეგ როდესაც ოპერაცია გავიკეთე და ახლა ახლოს ხედავ და ეს საროჩქა ამოვიღე, თურმე სამ ფერში ყოფილა პიჟამო. სამ ფერში. და ის ორი ფერი, ბორდოსფერი და რომელი იყო კიდევ? რაღაც მოწითალო. ოღონდ რა მნიშვნელობა სამი ფერი. ის კანტიც ვერ შევამჩნიე, კანტი. პიჟამოში კანტი ხოა გაყოლილი ყველგან. ეს კანტი მე და წარმოიდგინეთ, იმდენად ეშმაკი და იმდენად ტუტუცი იყო ადამიანი, თან მივდივარ კლინიკაში, თვალის კლინიკაში, ოფთალმოლოგში. ხო. და ეს ამით მინდოდა წასვლა, პიჟამოთ, წარმოიდგინეთ? წამოდიხარ თქვენ? მე რომ პიჟამოთ მივსუდიხავი კლინიკაში ვიღაცას გადარული ვექონებოდი ავამტყოფი. ხო, ამას მიკეთებდა და რატო როგორ შევამჩნიე? ის იყო თბილი ამინდები, ჯერ შემოდგომა იყო ახალი დაწყებული. ხო, შემოდგომა იყო, თბილი ამინდები იყო. და ავიკეცავ, ძილსახლოვანი იყო და ვიფიქრე, ავიკეცავ. რატო ვერ შევამჩნიე, რომ ხელზე ფულაკი არ ქონდა? ვერ შევამჩნიე ახლა, კატარაქტა მქონდა და მაგას კი არა, ჩემ თვალს ვერ ხედავდი, სარკეში რო ვიყურებოდი. ხო და გადავკეცავ მეთქი ამას. ძელისახლო რა თქმა, ავკეცავ მეთქი. სადა ასაკეცი? დავაკვირდი, ეს საროჩქა არ არის, ეს პიჟამოა. არ მიჩხუბია იმ ხალხთან. არ მიჩხუბია. ახლა რომ მიდიოდა ვუთხარი მე, შენ ისარგებლე იმით, მე რომ კატარაქტა მქონდა, მე შენ გითხარი რამე? ისარგებლე იმით, შენ კატარაქტა რომ მქონდა და კინახავ პიჟამოთი გამიშვი მე უთხარი კლინიკაში, მე რომ ეს არ მენახა.
გინდა თუ არა იყიდეო კაცო, არ მინდა, მეორადებ მოაქვს, გინდა თუ არა იყიდე, ჩამაცმებდა ძალით, ვიღაცებს ეხმარებოდა გაყიდვაში, მასაც შებოდა. ასეთი ეს არის ეშმაკობა, ეს არის დემონობა. აი, იმ ხალხში ზის დემონური სული. ვითომ კეთილ ადამიანად მოაქვს თავი. მე შემეცოდა, თავი შემაცოდა და მე რო შემნიშნე. აი, მაგალითი, კიდევ ერთი მაგალითი მაქვს ცოცხალი. ერთი არ ვიცი თქვენ ალბათ არ დაიჯერებთ ამას, მაგრამ მე უკვე მერვე კლასში ხედავდი. უბრალოდ ერთი არ ვიტყვი ხას, ვინ არის, ვინ არა. მამა მომიყვანა გასაცნობად. ხო, არ ვიცი თქვა ის არ თქვა. და ის ადამიანი მე დავინახე დემონურ ფორმაში, დემონი დავინახე, უბრალოდ დემონი დავინახე ადამიანში. მაშინ ვერ გვეუდი, ამაში ყველაფერს ვერ გვეუდი. ახლა და ახლა, როდესაც გავერკვე ყველაფერში, მე მიხვდი, რომ ის ადამიანი იყო დემონი და ის დემონი შემოვიდა იმ დროს ჩემო ოჯახში. სხვათა შორის, როდესაც ადამიანი სვამს, სულ ეტანება სასმელს, სული მასში არ რჩება. თავისუფლად შეუძლია ლოთის ორგანიზმი, ლოთის სული შეიცვალოს დემონური არსებით. თავისუფლად. და არაფერს არ ვიტყვი იმათზე, ვინც არებადებიან სულებთან, სულით, კი, არებადებიან, რობოტები. აი, ერთ ბიჭი იყო საუბარი ზანგზე, აფროამერიკელზე, რომელიც ხატავდა, რომელსაც ჰქონდა მექანიკური მეხსიერება და ხატავდა მექანიკურად სახლებს, შენობებს. მაშინ მიკვირდა ეს მე. და ერთი ქალი, ერთ ქალზე იყო კიდე საუბარი, რომელიც ხედავდა შორს. და მერე რომ ახსენდება ეს, ისინი ორივე იყვნენ რობოტები. იმიტომ რომ ასეთი მხედველობა და მასე შენობების მექანიკურად დახატვა, აგებული თავისი დაწვრილებით, ზუსტი გაზომვით დახატვა ჩვეულებრივად. ეგ უკვე არის, მე მგონი ისინი ორივე იყვნენ რობოტები. მე ასე ვფიქრობ. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ახლა მესამე ნიშანი. თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ დემონი ადამიანი თუ არა. ეს ნიშანი დაკავშირებულია სიტყვებთან, მესამე ნიშანი. როდესაც საუბარი ხდება დამანგრეველი რაღაცა შევამოკლე და ვერავით ვერ გავიგე რა შევამოკლე. კარგით, გავაგრძელოთ. ხო. როდესაც საუბარი ხდება დამანგრეველი, დანგრევის მიზეზი და სიკვდილი არის ენის ხელისუფლებაში, ადამიანის სიტყვებს შეუძლიათ დანგრევა ან შენება, დალოცვა ან წყევლა, განადგურება ან აღორძინება. და რაც არ ესმით ზოგს, რომ ბოროტ სულებს უყვართ ჩვენ სიტყვებში დამალვა, რადგან წარმოთქმული სიტყვები ატარებენ სულიერ ენერგიას. ხო, და როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი? აი, მაგალითად, მე ვაკვირდები რას ფიქრობ. ხანდახან მე ვფიქრობ ერთს, ვიღაცა სხვას მეუბნება. აი, მაგალითად, იგივე არ ავიღოთ ჩვენი თავი, ავიღოთ ის სიტყვები, რომლებიც მოიხმარება საზოგადოებაში. მით უმეტეს მეგრულ საზოგადოებაში. მაგალითად, მე ჩემი დიდი ნაცვალი სულ მეუბნებოდა, არასდროს არ დაულოცვი ვარ, არასდროს. სულ მეუბნებოდა ლაპარაკის დროს სიღურელი. შენ გვტარო, ქართულად რომ გადათარგმნო. ასე მელაპარაკობდა, რამეზე რომ დამელაპარაკოდა, აბა შეგვტარო, აბა ეს გავაკეთო, აბა შეგვტარო, აბა ეს გავაკეთოთ, ხო. და ეს ყველაფერი მე ამომივიდა ყელში. და ვეუბნები,
რატომ წევრი მეუთხარ? მე კვტარი არა ვარ, მე ვარ ცოცხალი. შენ დიშუს, შენ გასდიშუს. შენ გენაცვალოს ეუბნები და მე რომ აწი უთხარი მეუთხარი შენ დიშუს შეკვტარო. რამეზე რო ელაპარაკები. უთხარი შეკვტარო. რატომ წევრი მეუთხარი? თან ყველაფერზე წევრიდა და მაგას საკუთარი შვილი არ ყავს და მაგი თუ რამეს უსამართლოს იზამ და უსამართლოდ დამწყვლი და ისევ მის საყურადღებოებას დაუბრუნდებოდა, ეს არის ხო დაამქალს. სხვათა შორის ერთხელ მოვდიოდი ზუგდიდში აფხაზეთიდან და ის იმასკრავდა მე ვემზადებოდი წასასვლელად მეორე დღისთვის და დამწყება უკან არ დაბრუნდიო ცოცხალი. არა და ეს მესმის მე. არა ვყვები, იმიტომ რომ ასე არ ხონდა მასთან კამაზა ჭხობს. არის უნდა მაგას ვახდენი რომ ეჭხობა რა, მამა ჩემიც განერეულდებოდა და მოხდებოდა კამათი და ჭხუბი. თავის შევიკავე. მაგრამ მეორე დღეს ახლა როგორ აუხდა მაგას ყევა? მე სანთელი დავანთე. წინა დილას ადრე რომ აპტეკი. ხო გავიდე რომ დამწყება. მე სულ არ მეშინოდა, მაგის წყებით მე არ მეშინოდა. იმიტომ რომ ადამიანს წყება მაშინ მიუვა თუ დაიმსახურა. და მეორე დილას ინგურიდან ზუგდიდში მიმავალი უпростоრად მარშრუტკას გაფუჭებული ქონია სატორმოზო სისტემა. ახლა კანონით ის კაცი იმსახურებდა ჯარიმას. იმსახურებდა რომ მილიცია გამოგეძახა და დაიჯარიმებინა მილიციაზე ჩამოერთმია მართვის უფლება. როგორ შენ ფულის გაკეთების გამო არ გივარგა ტორმოზული სისტემა თან ყვამლი ამოდის იმიდან მართვენა ბორბლის ხრიდან. არ ვარგოდა სატორმოზო სისტემა და იხეხებოდა, ხურდებოდა რაღაცა იქ და ყვამლი ამოდიოდა. და ბევრი პოსტთან ჩამოვიდა, ვინც გურზე დაждდა. და მე ჩავედი, შვიდად ჩავედი დანარჩენებმა. აი მე არ ვიცი რამდენად უნდა გიყვარდეს, რამდენამდე ეს ფული, რომ ხალხი, მარტო ხალხი კი არა, შენი საკუთარი თავით. აი შენი თავი არ გიყვარს, მაგრამ ხალხი, შენ ხომ ხალხს აგდებდი საფრთხეში. ამას არ ვამბობ. შექმნელმა თავისი სამყარო შექმნა თავისი ხმით, სიტყვით. სიტყვები მხოლოდ გერები კი არ არის, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ. ისინი წარმოადგენენ ინსტრუმენტს, რომლებიც მოქმედებენ სულიერ გაზომილებებშიც. როგორც კი სიტყვები წარმოთქმულია, ისინი იწყებენ თესლების დათესვას. ეჭვები, გაყოფა, სიბრაზე ან შიში. ენა ცეცხლის მაგვარია. ენა შეუძლია შექმნელი ადიდოს და ძმა განსაჯოს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ადამიანურ თადარიგს. ეს არის ბრძოლა სულიერ სამყაროში. ბოროტის სულები მოქმედებენ უაზრო სიტყვების გამოყენებით, რადგან იციან, რომ სიტყვიერი ჭრილობები უფრო ხანძლივად ხორცდება ვიდრე ფიზიკური. და მასეცა. ხო, მე დამავიწყდა რისი თქვა მიდოდა და სხვაზე გადავერთე. აი, კიდევ რამე დავთქვა. ხუმრობით იციან ხანდახან ლაპარაკი. ვითომ იწყებლებიან ხუმრობით, შენ არ მოუხდე შენ დედას, ან აი მაგალითად ახლა მე ვცდილობ ხმარებაში უბრალოდ ამოვიღე ხმარებიდან. არ უნდა იხმარო ასეთი სიტყვები როგორცა გეკითხებიან როგორ ხარ. არ უნდა თქვა, ან არამიშავს, ან ნელ-ნელა, ან ცოცოდად. თქვენ ამით იწყებთ თქვენ თავს. რატო ხარ კაცო ნელ-ნელა? ახალგაზრდა ჯანსაღი ადამიანი ხარ. დადი ხარ, გემორჩილება ხელები, კიდურები. ყველა კიდურები გემორჩილება, ხო? შეგიძლია მუშაობა, შეგიძლია შენი თავი არჩინო, შეგიძლია ბოსტანში იმუშაო, მანქანას ატარებ. რატო არ აგიშავს? რატო ამბობ ამ სიტყვას? არ თქვა ეს სიტყვა. აბა, იცით როგორი ისა თან? აი როდესაც აგინებენ
ვინმეს 300-ზე უშვებენ. აი, ბევრმა არ იცის ამ 300-ის მნიშვნელობა. გინება ჩვენამდე მოვიდა, ადრე ხომ იყვნენ მაგები, ახლა მე თქვენ ხანდახან რომ გითარნით ალიონა ვალკოვას ვიდეოს ძალის ფლობელს, მაგასაც შავი და თეთრი ძალა და ყვება მის ისტორიებს. ასეთი მაგები ახლა გამოცოსდა, მაგრამ ადრე იყო მაგარი ძლიერი მაგები. და ეს გინება, რაც ჩვენ თვლით გინება, სინამდვილეში იყო მაგიური რიტუალების შესასრულებელი სიტყვები. და აი როგორც ისეთი სიტყვები, როგორც მაგალითად ფატალური, ან კიდევ ბევრი სიტყვები, ახლა ვერ გავიხსენებ ყველას. ხო და თურმე რა მაგიური ძალა ქონდა ამ სიტყვას. წადი ნა 300-ზე, ხო? თურმე, როდესაც გოგო არ ხვდებოდა, ვერდებოდა, შინაბერ არ რჩებოდა, ამ გოგოს გამოკეტავდნენ ოთახში, გარეთ ადგებოდა ვინმე და ამ გოგოს აგზავნიდა ამ 300-ზე. და ეს გოგო ხელად თხოვდებოდა. არ ვიცი, მე ეს არ შემიმოწმებია, არ ვიცი, რამდენად სიმართლეა. სინათლე არ ებრძვის სიბნელეს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია. სამყაროში, იკოსმოსურ სამყაროშიც, დედამიწის სამყაროშიც, ჩვენ სამყაროშიც, ჩვენი მარჯვენა მხარე არის დადებითი, ჩვენი მარცხენა მხარე არის ნეგატიური. და როდესაც ვიცინით, სიცილსაც ნორმა აქვს და ტერევსაც ნორმა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აი მე მგონია ეს კომედიური გადაცემები და კომედიური ჟანრის ფილმები და არხები შემოიტანეს სპეციალურად. მე ახლა ზოგი მეტყვის რას სისულელებს ამბობო. რადგან ზედმეტი სიცილით არ შეიძლება შემოკარგებო, როგორც ზედმეტი ტერილი არ შეიძლება. გამოდის რომ ჩვენ საზოგადოებაში, ადამიანების საზოგადოებაში დაამკვიდრეს ისეთი რაღაცები, რაც სინამდვილეში ჩვენ გვაზარალებს. რა? ეს კომედიური ჟანრები. ახლა ნუ გამიბრასებით, მაგრამ მსახიობობაც ცოტა ფრთხილი რაღაც არის. არა, იმიტომ არა რომ იქ უნდა გაიხადო ან ვინმეს აკოცო, არა. უყურეთ ახლა, ემოციები, ადამიანის ემოციები ავიღოთ. ჩვენ ხო ემოციები გაგვაჩნია, ხო? ჩვენ ხომ უნდა დავიცვათ ჩვენი ემოციები, ბალანსიროკა გავუკეთოთ, ასე ვთქვათ, რუსული ჟარგონით. და როდესაც არ უნდა გაამახვილოს ზედმეტად ყურადღება არაფერზე, თუ გინდა შენი სულიერი სიმშვიდე დაიმკვიდრო. ამიტომ ამბობ, ეს მსახიობობა, რაღაც შოუების მოწყობა, ეს მოდის ჩვენება, ეს სიმღერები, არა, მე არ გულისხმობ, რომ მუსიკა კარგია. მაგალითად, მე ბოლო დროს უსმენ კლასიკურ მუსიკას, მაგრამ ესადაც ზოგჯერ ვერ უსმენ. აი მაგალითი ავიღოთ, სიტყვებთან დაკავშირებით რა გამახსენდა. მაგათ ერთ პერიოდი იყო ცნობილი სიმღერა მაკარენა. ნუ მაშინ მე ინტერნეტი არ მქონდა. და ეს სიმღერა მაკარენა დაუკრეს სიმფონიურ დარბაზში და იმღერეს ოპერის მომღერლება. დამაინტერესა ახლა, ცოტა კი სათეკვაოა ეს მუსიკა, მაგრამ უყურეთ ახლა სად დევს მახე. დემონურ მახეებს უკავშირებ ამას მე. და სად დევს ახლა მახე. ოდესღაც თქვენ ამ სიმღერის მოსმენისას და ამ სიმღერის მუსიკის წაცეკვების მომენტში გიფიქრიათ თუ რაზეა ეს სიმღერა.
აი რატომღაც გუშინ გამახსენდა ეს წავაწყდი ვიდეოს, სადაც მაკარენას ღერიან სიმფონიურ დარბაზში. ამიტომ ერთი მოდი რაღაცა კი ვითომ ფეხებს უნდა ისა ცოტა ენერგეტიკულია, მაგრამ ერთი მოდი ლალი გაიგე შენ, შედი ხა ინტერნეტში და გაიგე რას ნიშნავს მაკარენა სიმღერა. რატომ მომიდა ამის ნახვა არ ვიცი. და თურმე ეს სიმღერა ყოფილა ღალატზე და ბოზობაზე. ბოდიში რომ ჟარგონი იხმარე. ღალატზე ერთგულების დარღვევაზე და ეს სიმღერა მაკარენა არის აგიტაცია იმისკენ, რომ ქალებმა უნდა იმრუშონ, უღალატონ თავის საქროეს თავიან საუკეთესო მეგობრებთან. ეს მაკარენა ყოფილა ქალის სახელი. ამ მაკარენას ბოიფრენდი ჯარში წასულა და ის გულაობდა მის უკეთეს მეგობრებთან, ატარებდა დროს. და ამ მაკარენის მუსიკის ქვეშ ახლა ღერიან თითქმის ყველა ქვეყანაში. აი, სად არის მახე. ან წარწერები. ბერმა, ახლა ადრე ბერმა არ იცოდა ინგლისური. ინგლისური და ფრანგული, მაგრამ სხვა ენებზეც ხანდახან არის ხო დაწერილი. წარწერები. ერთი პერიოდი იყო საქართველოში მაიკები წარწერით წინ yes, ანუ დიახ, უკან no, არა. ხო, ასეთი წარწერები, ან წარწერებიანი ზედები, სადაც ვეფხისტყაოსანი და რაღაცები წერია. წარწერებიანი ზედა არ უნდა ჩაიცვა. მით უმეტეს თუ არ იცი რა წერია. ავიღოთ დახეული ჯინსები. ხო, ახლა ეს სიტყვებზე საუბრობდით, მაგრამ ჯინსები გამახსენდა. ძალით ხე ზოგიერთი. ადრე როცა დაიხეოდა ტანსაცმელი, მაგას წვავდნენ, აგდებდნენ. ახლა ქვეყანა ფულს აძლევენ დახეულ ჯინსებში. თქვენ რაში იხდით ფულს იცით? თქვენ ფულს ვინც ყიდულობს ამ დახეულ ჯინსებს? თუნდაც ჩაკოხტაებულს, ქარხნიდან გამოშვებულს, რომელიც არ ჩანს რომ დახეულია, მაგრამ დაჭრილი შარვლები თითქოს მოდაშია, ხო? როდესაც თქვენ იცნობთ აპრეტელ ტანსაცმელს, იმიტომ რომ მოდაშია, თქვენ ამით კარებს უღებთ იმ არსებებს, რომლებიც ენერგიებს წოვენ. ანუ დაპრეტილი ტანსაცმლიდან გადის მთელი ადამიანის მთელი ჯანმრთელი ენერგიები. ფინანსური მათ შემთხვევაში. ფინანსები მაგ ადამიანს არ ექნება, ნუ კი არის სხვა მიზეზები, ვინც დაპრეტილ ტანსაცმელს ატარებს. ხო, კიდე რა შეეხება ამ სიმღერებს და სიტყვებს. დარბაზში კანონით ტაში არ უნდა დაუკრა. ეს იწვევს ხმაურს. შეიძლება ემოციები ეს ვაცების სხვა, მაგალითად კონფერენციებზე კოსმოსში როცა მიფრინავენ იმას კიდევს ნათქვამი. ადრე მეუსმენდი გითხარით კასიოპეას და ის იყო იქ ნამყოფი რამდენჯერმე და იქო ის არიციანო დაკვრა. არა, იქ ხელებით შვებიანო რაღაცნაირად გააკეთა. ასე ატრელებენო ხელს და ნიშნავსო ტაშის დაკვრას. ეს ერთი, მეორე ლიდერობა, კონკურენცია. ეს შოუები, გადაცემები, ნიჭის გამოსავლენად, სპორტული ოლიმპიადები, სპორტული შეჯიბრებები, გამარჯვებაზე, ლიდერობაზე, ოქროს მედალის გამო, ვერცხლის მედალის გამო, ბრონზის მედალის გამო. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. არა, შენ შეგიძლია ივარჯიშო, შეგიძლია იმღერო იცეკო, მაგრამ მთელი შენი სული და გული ჩადო, მთელი შენი ცხოვრება
რაღაცის მისაღწევად შენ აზარალებ შენ თავს, შენ იფიტები, შენ კარგავ ენერგიებს. აი ამ სპორტის შემთხვევაში 30 წლისთვის არც ერთი სპორტსმენი არ გამოიყურება ახალგაზრდურად. რატომ თავდება სპორტი ადრე? არა, მე არ ვამბობ, რომ არ ქნათ. ეს თქვენი ცხოვრება, ყველა ირჩევს თავის ცხოვრებას, მაგრამ რა მოყვება ამას ყველაფერს? შეჯიბრება, ჯანმრთელი შეჯიბრება შეიძლება, არა იმის გამო, რომ შენ ვინმეზე უკეთესად გაირბინო, ანა ის ყველაფერი ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ყუნთებს იბერავენ სიმძიმის აწევით და პლუს კიდევ რაღაც პრეპარატების ღებულობია. ხო და რომ მიატოვებს ის ადამიანი ვარჯიშს, ან დაუშვა და ან ფეხი მოიტეხა, ან რამე და დაშდა, ვერი ვარჯიშა. ეს ყუნთები ყველა მეშოკებივით ჩამოიგიდება. ბევრი საბრძოლო სპორტები არსებობს, სპორტი უпростоრად. ხო, თქვენ შეგიძლიათ, თქვენ თავს უთხრათ, როცა რამე ისეთი შემოგივათ, არა, მე მშვენივრად ვარ, მე კარგად ვარ. აი ზოგჯერ ასეთი სიტყვა, იცით რა, მე ყოველთვის ვიღაც მეკითხება, რა გინდა ლალის შენ? რა გინდა შენ ახლა? ესეც მახია. მე ხარ შევიკითხებით ჩემ თავს, ვიღაცა მეკითხება, რა გინდა? და ელიან პასუხს, მე ხანდახან წამოვწდება. სიტყვა ბჭყალებში არაფერი. არასდროს არ თქვათ ეს სიტყვა, რა გინდა შენ? არასდროს არ თქვათ არაფერი. რატო არ გინდათ არაფერი? მე მინდა სულიერი განვითარება, მე მინდა ახალ რაში გადასვლა. სანამ ფიზიკურ სამყაროში ვარ, მინდა ჩემი ჭერი მქონდეს, მინდა იმდენი ფინანსი მქონდეს, რომ რადგან მე უკვე დაინვალიდებული ვარ, ვერ ვიმუშავებ, ჩემ თავს ვერ ვარჩენ და მარჩენ სტავრობა. ბევრი არ მინდა ის იმდენი, რომ სანამ მატერიალურ სამყაროში ვიქნები, ჭამო, ხორცდათეს მე არ ჭამო, იმეორებ, სასმელს მე არ ვეტანები, სიგარეტს მე არ ვეტანები. წამლებს მიხდიან მადლეს თავრობა სოციალური მას, ხო? და სოციალურით მივდივარ ყოველ 3 თვეში უფასო ჰიმეთთან, დიაბეტის წამლებს, არითმიის წამალს, ბისოპროლოლს და ახლა კარდიომაგნილით მომცენ და ლოზაპს მაძლევენ 50 მილიგრამიას უფასოდ, რომ დაარეგულიროს ჩემი ხოლა ესა თვალის წვეთებმა გამატყავა, ვალში ჩავარდი კატარაქტის ოპერაციის შემდეგ და კი დამიფინანსა მთავრობა, მადლობელი ვარ, მაგრამ წვეთები არ იყო უფასო. თან ექიმა გამომიწერა ესეთი ძვირიანი წამალი, როდესაც ინფექცია მქონდა თვალში, ოპერაცია უცება არ გაუკეთებიათ ჩემზე. 160 ლარის წამალი გამოწერა, ფასდაკლებით 120 ლარის. და მე გამოვედი 54 ლარში. კი, ის ერთი ვიყიდე, მეორე იაფენი ნაყენი კალენდულასი და ის ჯოხები, რომ შავი საპონი და ლარდა, მაშინ ლარდა 70 თეთრი გინდა, ღირდა აბუციდი, ახლა გაძურდა. ფიზიკურად არა ახლა, ტაუფუნი და აბუციდი. აქ რუსული ბაზარი არისო, ბაზარში, ზუგდიდში და იმ ხალხს უნდა დავაბარო, ტაუფუნი ჩამომიტანოს იქიდან ან ვინმეს გამოაყოლოს. აბუციდიც არა ფიზიკურად. და ერთ ადგილზე ნახე ავერში და ისის 3.5 მივეცი. და მაშინ ღირდა ლარი და 70 და ამ აბუციდით მეშვეობით მოვირჩინე თავი. ის ჩავაბარე პასუხი უარყოფითი იყო და მე გამიკეთეს ჯერ მარცხნა თვალს ოპერაცია, შემდეგ მარჯვენაზე. შემოდგომაზე უკვე. ამას არ ვამბობ. რატო არ მინდა არაფერი? ახლა მე გამდიდრებელზე იმას არ ვამბობ, მაგრამ რაც ელემენტარული გჭირდება, სანამ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობ, ყველაფერი გჭირდება, ხო? ხო გინდა ჭამა. ზოგჯერ გინდა სამე დაშტე იქ, ხოზელი ჭამო ან ყავა დალიო. გარეთ, ხო? საერთოდ ვამბობ. არასდროს არ თქვათ. მინდა. უნდა თქვა მინდა. ისურვე.
ისურვე, მაგრამ ფარგლებში. ხაშენ თუ სამყაროს მოთხოვ, მე მინდა პუშკინის ლექსი რომა ვერ გაძღა, მეთევზეს ცოლი. ჯერ გასარეცხი უნდა ხის, ახალი ხის გასარეცხი ტასაცველების მერე და მე უფრო გაუხვევდა სურვილები. ესეგრული არა. მაგრამ როცა თქვენ სულიერ განვითარებაზე იფიქრებთ, თქვენ თვითონ სული გიკარნახეთ მერე, რა გინდა და რა არა. კარგით, ახლა ისა ახლა მე რამდენი ბევრი არ ყოფილა, ხო? ადგილი კი საკმარისი და მეც მოვასწრებ ახლა. ესე იგი აი ესე იგი სიტყვა. მე ნაკლებად ხმარობ საერთოდ ასეთ სიტყვას. როდესაც კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, როდესაც იმიტომ სიტყვებს ეხება, როდესაც თქვენ საუბრობთ, მაგალითად, ბევრს აქვს ასეთი ჩვევა, საუბრის დროს თქვას, ხო, ესე იგი, ხო, მერე ასეთი ზედმეტი სიტყვები ენერგიას გართმევთ. ისწავლეთ დანამატების გარეშე საუბარი. ხო, მე 1000 ერთხელ კი წამოვწდება, მაგრამ საერთოდ მე ნაკლებად ვცდილობ არ ვისაუბრო, არ დავამატო უაზრო ჩანამატები. კარგით, ახლა გავაგრძელოთ. მეოთხე ნიშანია ემოციალური მანიპულაციები. როდესაც ზრუნვა გადაიქცევა კონტროლში. ბოროტის სურები ნაკლებად შედიან თქვენი გულის შესასვლელიდან. ისინი იპარებიან ემოციური დერეფნების მეშვეობით. ანუ როდესაც ემოციური აფექტება ხდება, დემონი ხელად შეხდება თქვენს ხელში. დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა. ხო, ამას მინდა ყურადღება გავამახვილო. რატო გეუბნებით მე? აი ზოგიერთმა წარსულში ჩაიდინა რაღაც ისეთი, მაშინ ფეხზე ეკიდა ბოდიში ამ სიტყვაზე, რას იფიქრებდა სხვა, ან სინდის ძინავდა მისი, მაგრამ წლები რო გავიდა, სინდისმა გამოღვიძება დაიწყო და ხშირად ახსენებს რაღაც იმას, რაც მან ჩაიდინა, არ უნდა ჩაიდინა. და ამ შიშის, ამ სირცხვილის და ამ დანაშაულის გრძნობა დაეუფლა. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? არა. თქვენ არ უნდა თქვათ, რომ რა ვქნა ახლა, მე ამას არ გავსწორებ. არა. თქვენ მართლა ვერ შეასწორებთ თქვენ წარსულს. აი თქვენი როგორი ემოციებით, როგორი ენით იტყვით ამას. იმ დროს გეპატიებათ. ხო, აი ასე შეიძლება თქვათ, ხო, მე წარსულში ეს ჩავიდინე და მე ძალიან ნანობ, მაგრამ მე ხლა რომ სინდისის ქეჯნი და სირცხვილის გზნობით ვიცხოვრო, მე ამით მხოლოდ ჩემ თავს დავასარალებ. მე ვერ გამოვასწორებ ვერაფერს. და ალბათ კიდევ ახლა აქვე ისჯება ყველა, ვინც რაღაცას ის კი არა, ვალს რო დაიდებ და არ შეგნებულად არ მისცემ ადამიანს, ეგიც ისჯება. ისჯება. თურმე. ნუ გექნებათ, ახლა ეს იმას არ ნიშნავს, თქვენ წართვათ ვინმეს რამე და მერე ყურადღება არ მიაქციოთ, ვერ შევცლივე წარსულს, თქვათ, არა, ეს ეხება შენ არ გინდოდა, მაგრამ შენ ეს მოგივიდა. ასეთ სიტუაციებს, ან შეგნებულად არ გაგიკეთებია. მაგრამ შენ რომ ახლა თავი მოიკლა, ყოველდღე ნერვიულო, ყოველდღე დანაშაულის და სირცხვილის გზნობით იცხოვრო, შენ ამით შენ თავს დააზარალებ. უბრალოდ გაუშვი, შენ თავს უნდა აპატიო. გაუშვი. კიდევ შიშის გრძნობა, ან მოთხოვნა, ანგარიში გაუსწორო ვინმეს, ყველას, ვინ თქვენ გარშემოა, გინდათ ყველას სამაგერო გადაუხადოთ, ან ანგარიში გაუსწოროთ.
ან მოთხოვნა რამეს, მოთხოვნა რომ ანგარიში გაუსწორო. ესეც არ შეიძლება. ეს არ არის ხასიათის ნაკლი. ეს არის ყველაზე გნობიარე ადგილები, რომელსაც ჩვენი სულიერი მტერი ყველაზე მეტად უტევს. ანუ ჩვენი ემოციები არის ყველაზე გნობიარე ადგილები, სადაც უტევს. აი მაგალითად არის ფიცხი ადამიანები, რომლებიც თავს ვერ იკავებენ, ვერ აკონტროლებენ. აი და ჩემი გამოყვანა კიდე შეეცადა დემონმა მდგომარეობიდან, მაგრამ ჩემი კი განერვიულდები მე ხელად აკონტროლებ, ვისწავლეთ ჩემი თავის გაკონტროლება და როგორც გითხარით, თქვენ ხელად უნდა დააშოშონოთ თქვენი თავი. იცოდეთ რომ ამით იკვებება დემონი. თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომლებიც იყენებენ თქვენ დანაშაულის გზნობას, გასვევენ სიმშვიდეს, ან ისეთებიც არიან, რომლებიც დახმარებას თხოვენ. მაგათმა შეიძლება თვითონაც ვერ გააცნობიერონ, მაგრამ მათში ვიღაცა იკვებება მათი დაღილობით და თუ თქვენ ვერ გაარჩევთ, მიიღებთ სიცოცხლის ამ ადამიანის პატიმრობად. შემქმნელი გვასწავლის სიყვარულს, მაგრამ ის არ გვიწოდებს ჩვენ გავხდეთ დამონებულები სხვების მიერ, მაგალითად იგივე ოჯახის წევრების მიერ. შენ რადგან დახარ გაზარდე ჩემი შვილი, დამეხმარე, ხო, ესე იგი მე ვიმუშაებ და შენ მირეცხე, საჭვენი მიკეთე, ხო? მაგრამ მე როდესაც დავაპირე დაუშვათ ჩემი მუშაობის დაწყება სიტყვაზე. შენ მე მლანცხავ. შენ საჩეგიძლია იმუშაო, ან მამა ჩემს ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, შენ თვალით კივა და საჩეგიძლია ამდენი და ფიზიკური შრომით რომ აშრომებდა და წყლებს რომ ვათრევდი მე, დიაბეტიკი, სტაჟანი დიაბეტი ადამიანი და მთელი ხერხემალი მაქვს შებრუნებული სპირალური კიბესავით. დამახინჯებული ზურგიდან რომ შემხედო, ის გეგონები უცხული არა ფილმებთან გადაღებული. ძალიან მომწონს ეს ნაშრომი, ეს წიგნი. კარგი, რა მნიშვნელობაა? აბათ მიხდით მე რაზე საუბრობ, ვერ გავიხსენე. ხო, თუ ოჯახში, მაგალითად, მეგრელებს ჰქონდათ ადრე წესი. თუ გოგოები ყავდა, ერთ გოგოს დატოვებდნენ გაუთხოვარს, მაგრამ მეგრელებს კი არა, ესპანეთშიც იყო ეს წესი. ან თუ ძმები ყავდა, დას დააყენებდნენ ქალიშვილს ძმების და მისი შვილების მოსავლელად და პატრონად. ეს არ არის სიყვარული, ეს არის ექსპლუატაცია, მონობა. ერთი შვილის იმისთვის რომ მეორე შვილი გაახარო. ჭეშმარიტი სიტყვა ქმნის თავისუფლებას, მაგრამ არა შიშს, რადგან სიყვარულში არ აქვს ადგილი შიშს. ხო, შიში ყველაზე დიდი მტერია თქვენი ვიბრაციების დაკარგვაში. რამდენჯერ ჩაიდეთ გულში შიშს, ვიბრაციები იმდენად დაიწევა დაბლა. ბოროტული მოქმედება კულტივაციას უკეთებს შიშს, იყო უარყოფილი. კონფრონტაციის შიში, გაშვების შიში. ერთ-ერთი ყველაზე საშიში მანიპულაცია ხდება ზრუნვის გამოხატვით. მეგობარი უბრალოდ, რომელიც თითქოს გაიძულეს იგრძნოთ დანაშაულის შეგრძნება, ნათესავი, რომელიც აკონტროლებს თქვენ არჩევანს, რომანტიკული პარტნიორი, რომელიც თქვენ იზოლირებას გიკეთებთ სხვებისაგან, რადგან ეშინია თქვენი დაკარგვის, ეს არ არის სიყვარულის გამოვლენა, ეს არის
სულიერი მონობის ნიშნები. იქ კი, სადაც მონობა არსებობს, ღვთაებრივი სული არ ბინადრობს. თუ თქვენ მუდმივად გრძნობთ გამოფიტვას, უსვენრობას, ეს უკეთებს კულტივაციას შიშს. ბოროტ კონტროლზე ვარის თქმა არის სულიერი განთავისუფლება. მაგალითად, რა შედის ამ ფრაზაში? რას იდევს ბოროტი კონტროლი? ბოროტი კონტროლი მიმაჩნია მე, როდესაც მაგალითად ჩემს სოციალური ბარათს ვადა ქონდა 27 წლამდე და სასწრაფოდ ახალი გამოცვლილი იყო და სასწრაფოდ გამომაცლებინეს, ყველას აცლებინებენ იმისთვის, რომ ამ ბარათით ხალხს ასწავლონ შეძენა, ჭირივით მეზარება ბარათის გამოყენება. რატომ? შენ როდესაც ატარებ ბარათს, შენ უკვე ხარ იმ ხელოვნური ინტელექტის კვტარი სამყაროს მომხრე. შენ ენერგიას უგზავნი. მე გახსოვთ გიყვებოდი თქვენ რომ ხელოვნური ამ თამაშებზე რომ ლუციფერმა შექმნა ხელოვნური ჯივისა ბუშტი, სადაც ხელოვნური სამყაროები გადმოიტანა ანტიმატერიიდან რამდენიმე პლანეტა და იქ რობოტებს ამრავლეს და ის სულები, რომლებიც სულ თამაშობდნენ დედამიწაზე სიკვდილის შემდეგ, პირდაპირ გადანაწილდებიან რა და შენ როდესაც რამეს აკეთებ, შენ ესე იგი თანხმობას აძლევ. როდესაც მე დავუშვათ ვინმე ბარათით ატარებს, მაგალითად იგივე ნიკორაში, იგივე წამალიგინდა, ხო? ის ამით თანხმობას აძლევს, რომ ხელოვნური ინტელექტი, კი, მე არ ვამბობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის ცუდია. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა არსებობს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩიყვეს ეხო ფასიანია საერთოდ და ღრდა 20 ლარი. ეხა ასე თუ ისე 20 ლარი რაღაცას გამოჩვიყავდა ადამიანი, ხო? გახდა 50. მაგრამ უყურეთ ახლა მახესადენა. მაგრამ შენ თუ გადაიხდის სოციალური ბარათითო, ან ვისაც საკრედიტო ბარათი აქვს, საკრედიტო ბარათითო, 40 ლარი გექნებაო გადასახდელი, 10 ლარი ეკონომიას გააკეთებო. აი სადენა მახე. და ჩვენ გონიათ, რომ ჩვენ ამ თავრობას უნდა კომფორტული ცხოვრება შეუქმნას ქართველებს, ხო? კიდე სხვაგან. მათ კი გონიათ, რომ ჩვენ კომფორტ გვიქნიან, მაგრამ აქეთ რომ ეშმაკი, ისა ლუციფერი მახეს გვიგებს და ჩვენ ამ მახეში ხვდებით. ყველანი, ვინც ბარათებით სარგებლობს, ყველანი. იგივე ავტობუსები ავიღოთ. ერთ-ერთი მახე. ერთხელ შემეშალა, თურმე ბარათი ხურდას არ იღებენ, ბარათით გადახდა ლურჯი მარშრუტები დადის აქა, ავტობუსები უბრალოდ. არ ვიცოდი და ახვდი და მითხეს, მიდი ახლა ფული კი მქონდა გზავრობის, მაგრამ ბარათი თუ არ გავსო დაგაჯარიმებინო და ხალხმა ჩამომიშვა დაბლა, ცოდვა ხარო. წამოგიდგენიათ? ხო და ამას ვამბობ. შენ თუ არა ტექნოლოგიები საჭიროა, მაგრამ ეს ბარათით გადახდა, ერთხელ კარგია, კი, კომფორტულია, მაგრამ მეორე მხრივ თუ მასიურად დაიწყეს ამ ბარათების გამოყენება, ჩვენ ხელზეფულს აგვიგზავნენ, გაგვიუქმებენ. და თუ მთავრობა არ იქნა კეთილსინდისიერი, მაპატიეთ, არა, მე ხა პროპაგანდას არ მეწევი, მე არ გეგონოთ, მე მთავრობის წინააღმდეგი არა ვარ. მე ვამბობ, თუ რა საფრთხე დენა ამ ბარათებში. ხო, და როდესაც მაგალითად დაამკვიდრებენ ყველგან ბარათებით გადახდას, შემოიტანენ ჩიპს, რადგან ბარათი ფული ჯდება, ხო? რატომ უნდა ატაროს იმ კაცმა ბარათი ჯიბით, ან გაფუჩდეს, ან მოპარონ? გაიძულებენ ჯერ ნებით ჩიპებს ჩაგიდებენ ან ხელის გულზე, ან შუბლზე და გამოცხადებაში რომ წერია 3-6-იანი.
შუბზე დაგეხატებაო 3x-იანი ის მართლა კი არ დაგეხატებათ. ამას უძახიან ამას. ჩიპზეა იქ საუბარი. ჩიპი არის ლუციფერის იარაღი. შუბში ჩაგიდებენ, მე მიგადებენ ასე რამეს. აპარატებს. ოდა? და თუ რამე შენი საქციელი არ მოეწონება მთავრობას ან რამე ისეთი დადი Facebook-ზე, რაც არ მოეწონა, დაგიბლოკავენ. მერე სადაა მგონი საცხა საზღვარგარეთ არ ვიცი ამერიკაში თუ სად აკონტროლებენ თუ რამდენი ფულის დახარჯვა გჭირდება. ხო, ფინანსური სისტემა დაგიწყებს შენი ხარჯების გაკონტროლებას, არ მოგცემს უფლებას გააკონტროლოს შენი ფული. ხარჯოს შენი ფული ისე როგორც შენ გინდა. ხო. აი, რატომ შემოიტანეს პასპორტები მე თქვენ ვიდეო ხო დაგიდეთ? აი ამის გამო. ადამიანების გაკონტროლების გამო. კარგი, ახლა მეხუთე ნიშანი და მე ვასრულებ. მეხუთე ნიშანი დაკავშირებულია სამყაროს გაქრობასთან. როდესაც რამე შეიგრძნობა სულიერად არასწორად სიმშვიდე ეს უბრალოდ ემოცია კი არა, სიმშვიდე. როცა შენ თავს არ ვზნობ კომფორტულად, ეს არის იმის მტკიცება, რომ გრძნობ ღვთაებრივ ძალის დასწრებას. ხო, ახლა აგიხსნით უბრალოდ სიტყვით. აქ რა მიწერია მე შემოკლებული მაქვს და ცოტა არეულად თქვი, ამიტომ დაწყობილად გეტყვით ახლა. სიმშვიდე რას ნიშნავსო? შენ როდესაც მშვიდად ხარ და უცებ ლაგდები, უცებ გამოდიხარ ემოციებიდან და ალაგებ შენ ემოციებს აკონტროლებ და უცებ მშვიდდები, ესე იგი შენთან არის ღვთაებრივი ძალის დასწრება. შენში არის ეს. და შენ არ შეგიძლია გაართულო იყო გაბრაზებული და არ შეგიძლია აგრესიული და იმზე შურისება გიდოდეს. შენ როდესაც მშვიდები, შენ გრძნობ რა ნეტარებას, რა ნეტარია ის ძალა, რომელიც შენ სულში და შენ ავატარში იფანტება თითქოს და რაღაცამ გადაგიარაო სხეულზე, ხო? როდესაც სიმშვიდე თქვენი მიდის, ეს ზოგჯერ თქვენი ბრალი არ არის. მაგრამ ხო, თქვენი ბრალი არ არის, ამის მიზეზი დევს სულიერ ბუნებაშიო. ძალით გაღიზიანებს ზოგიერთზე, ძალით. კმენს, გამცირებს. თქვენ შეგიძლიათ ღრმა სიყვარულით გიყვარდეთ ხალხი, მაგრამ ვარი უნდა უთხრათ ამ ხალხს თუ ისინი რამეს თხოვენ. თქვენ შეგიძლიათ ვინმეს გამო ილოცოთ, მაგრამ ვიზეთ ოლცულოთ, მას არ უნდა მოაწამლინოთ თქვენი თავი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვას, მაგრამ ამავე დროს არ გახდეთ მისი მსხვერპლი. ემოციური მონობა ყვავის იქ, სადაც არსებობს უსაზღრო სიყვარული. ბოროტსულებს უყვარს ღრმა სიყვარული. გადააქციონ შემაჩერებელ ჯაჭვად. ესე იგი, მეხუთე ნიშანი არის, არა, ამას მე არ ვამბობ, ეს ეწერა და მე გადავთარგმნე. მეხუთე ნიშანი არის დაკავშირებული სულიერ სიმშვიდესთან, სულიერ სიმშვიდის გაქრობასთან. ხო, თუ თქვენ სულიერ სიმშვიდე, თუ თქვენ სიმშვიდე დაკარგეთ და სულ დაძაბული ხარ და სულ პრუჟინებზე ხართ, ასე ვთქვათ, ბოდიშამ ჟარგონისთვის, თქვენ ჩავარდით ემოციურ მონობაში. როდესაც თქვენ გამოდიხართ მდგომარეობიდან, თქვენ ვარდებით ემოციურ მონობაში. ბოროტის სულები ყვავიან იქ, სადაც სულიერი სამყარო ქრება. პანიკით არ უპასუხოთ პრობლემას. ნიშანი, მეექვსე ნიშანი კიდევ. ხო, დაკავშირებულია ჭეშმარიტების ჩახშობასთან.
როდესაც სიამაყე აღჩობს წეშორიდებას და როდესაც წეშორიდება აღმოაჩენს ტკივილს, ისინი ეწინააღმდეგებიან გამოსწორებას, იცავენ ცოდვას. ახლა მე მინდა გავამახვილო ყურადღება მეხუთე ნიშანთან, ანუ ემოციებთან. შორს რაზე წავიდე, აქ კიდევ გუმრის ამბავს გეტყვით. მან დაიწყო ჩემი ემოციური ჭყლენტვა და როგორ? იმდენად ეშვაგი ქალია. მეც გუმური ვარ, ხო? ქირის თანხას მიხდის თავრობა, ჩემი პენსიას სოციალურ ისა კომუნალურები გადასახდები მაქვს. შუქის ფული, წყალის ფული, გაზის ფული. ჩვენ გულები ვიხდით ჩვენს ხომ ხარჯავთ. ფული ნებისმიერ ფულს ვისისხებ, არადა 300 ლარი ქონდა მაგას ბინას მისაცმი დიდ ოთახში იყო. ფული უნდოდა, ჩემთვის ფული გამოერთია. ერთხელ 5 ლარი ვასისხებ, მეორე 10 გაბრაზებულზე მე მომიგდო ის ფული. ფული 30 ლარი, 20 ლარი. მე ტახს გამოიძახებს და მე ეძებს ფულს. ნერვებზე თამაშობდა, ყოველთვის ნერვებზე. რა მე ისო რა დამწვარიაო, ჩემზე ამბობდა მესმოდა, მაგრამ მე მაგას არ ყვებოდი. ერთხელ 3 ლარი ძლივს მივეცი. რატომ უნდა მოგცე მე შენ ფული? მე ჩემი ანგარიში მაქვს, ხო? მე ჩემი ანგარიში მაქვს. მე რომ ხარჯავ დაუშვა დღეს, ვიყიდე კვერცხი. ტყემალთან შევჭამ, ხო? მე ჩემი ანგარიში მაქვს, რომ მე ხა შემიძლია კვერცხს მივცე 4 და 5 ლარამდე ან 5.5 გაძვდა კვერცხი. ახლა აქცია 5 და 4 და 74, ხო? მე ვიცი რომ დავუშვათ იქ თუ 1 5.5 გურევაში მაგალითად 5 და 4 და 54-ია, ხო? მე ასე ვანაწილებ ფულს. იქ ვიყიდი, აქ ვიყიდი, სადაც იაფია. და თან მე რომ ახლა მე ერთი ვარ ხო ოჯახში, ერთი. და შენ რომ მე ჩამეწილები და ჩემი ოჯახის წევრივით მთხოვ რაღაცებს, ბევრი დავეხმარე თავიდან მე მაგას, ამოვდიდი მხარში, საჭმელსაც ვაძლევდი. მაგრამ მე რომ ნახე ეს ეშმაკობზა სულ ფული უჭირს ამაზე, იგი დისტანციის დაკება დავიწყე და რატო? მე რომ პროდუქტს ყიდულობ, მე ხო ვიცი ეს პროდუქტი ამდენ უნდა მეყოს. იგივე ზეთი, იგივე კარტოფილი, იგივე ღერღილი დაუშვათ, მე ხომს ნაკლებად ვაკეთებ, შეიძლება თვეში ერთხელ გავაკეთო, მაგრამ ჭადი ხანდახან ჭადებს ვათხო. ყველი ძვირია იტყვი ახლა. ყველს არ ყიდულობ მე არა, უცვლებელი ჭათა ყველი ჭამო. ჭათა ნებისმიერი საჭმელი შეკეთე ჭამო, მაგრამ ხანდახან ისე მიდებ ჭადი. ყოლები არა მაქვს და მაინც ჭამ. ხო რა. ხო? ან თქობა ისა ჭადის ქვილი თურმე იმით სახეს ღერღილით იბანდა. თვითონ ეკონომია არ იცის. პრანტველი ქალი იყო. ხო და მე ვიცოდი კაცო მეც მაგნერ და მე მოვიდო და ვიღაც გასაყიდლების მოუტანდა ნერვზე მშლიდა კაცო. ძალით პატენი და მეთქი ხო გითხარით. ბუდი შევსიტყვას. მე რამეს ჯურიან ხელს მისათოდ არ ყიდულობ. მანდარინი თადოჯი მაქვს ნაყიდი. არ მინდა მე ვარს ყიდულობ ლარიანი თუ შეღრა თორე და ლარნახევარში ყველაზე იაფენ ვარს ყიდულობ თუ არის. 70-ად მიყიდია და 80-ად. ხო და გინდა თუ არა ლალიმო ფული მომცესო, რატო არ მაძლევსო ფულს? აუხსენე, მე ჩემი ანგარიში მაქვს. მე ჩემი ხაზზე თავის დროზე რო არ გადაუხადო გადასახდელები, ქუჩაში გამიშვებს მე უთხარი. არაო, მე რაო კაცო მე მასისხეო რაიო მალე მოგცემო. მე ჩემი ანგარიში მაქვს, მე შენ ფულა დახმარებას ვერ გაგიწევ. ახალი შემოსული რო იყო, ან ნერვების მოსვლა რას ნიშნავს? მოინდომა ჩემი ტაშტი. იქ რაღაც ზოგჯერ ფუშდება და მე საერთოდ ტაშტიაში ვასხამ წყალს და ისე მე ვუთხარი შენ ჭირდება ტაშტი, შენ კაპის ქვეშ ვერ დადგები, აბანტყოფი ქალი ხარ უჯოხოდ, უჭირს დადგომა. მე ჯოხი სახში არ დავდივარ, მაგრამ მე გარეთ რო გავარ, ვეყნობი, იმიტომ რომ პრობლემები მაქვს და მიჭედები, თუ არ დავეყნო. ისედაც მიჭედები ჯოხიანა. სახში ხარ ამხნა კი დავდივარ, ნუ მიჭირს საკურველია. საჭირო თავს შესემეჩოთ. ახლა კიდე ვიღაცა იტყვის შენ თავზე ლაპარაკობ. არა, მე მაგალითი მომყავს, მაპატიეთ. ნუ უსმენთ. არ მოგწონთ. ამაზე მეცინება ხომ. ხო და მეუბნება ახლა ეს ქალი. ტუტუცი თუ არა? მე რატო ვიყიდე ტაში შენ გავს ეგერო.
რა თქმა უნდა მეორე ტაშტი გუმური ამბობს ამას წამოგიდგენია ეს ჭრმარია მაგრამ წამოგიდგენიათ რამდენად უჭიფარი და ტუტუცი ქალია თურმე მე ჩემი ტაშტი სანახელო უნდა გავიხადო მასთან დაბანის დროს გარშოკი ხო აქვს დავშა გედრო იქ მას გარეცხავს აბანოში მირეცხავს და მე იმაში თავის გარეცხილ ტასაცულებს აწყობს და მიიღს დასაკიდად და მე მაქალს ახლა ვათხოვებ რამეს არ ვათხოვე გასარეცხად ტაშტი არ ქონდა არ ვათხოვე იყი და წავიდა მე მიბრასებიან ხოლმე ჭუჭელის და რაღაც ნივთების თხოვება არ მიყვარს სარკე მით უმეტეს ეს მოთხოვე კაცო შენ მე რომ მოდიხარ აქა მე მოვედი მე არავის ფიზიკური ადამიანებს გულისხმობ თორე მე მთელი სეციური და სულიერ სამყარო ჩემ გონითა მე მარტო არა ვარ ფიზიკურად არ ვავხედავ იმიტომ ყველა ჩემ გონით არია თქვენ უგონია თუ მარტო ხართ არა თქვენ მარტონი არა ხართ თქვენ მარტონი არა ხართ არასოდეს თქვენ გონით ყოველთვის ვიღაც არის იგივე დამცველი ანგელოზები ყველას ხავს თითქმის ყველას ასე რომ ახლა მე გამიგრძელდა ტვინის გაბურღვა თქვენი მაგრამ მაგალითი მოგიყვანეთ ამისი თუ რამდენად ტოქსიკური ადამიანთან გეუბნებით ის ხალი მე მართმევდა ენერგიას ასეთი ხალხი არსებობს მაგალითი მოგიყვანეთ თორე მე არ წუწუნებ არაფერზე მაგალითი მოგიყვანეთ სხვათა შორის წელს ფულის გასისხება არ შეიძლება ხო აგი ამას დავამატებ საჩუქრად თუმცა ყოველთვის საჩუქრადაა ჩემი ვიდეოები რა ვთქვი ხოლმე ახლა მე გავიმეორე რომლების სიტყვა იცით რომ მკურნავენ პაციენტებს და ხომ დებენ ინტერნეტში იგივე ტელეგრამში აი ეს კურსები ფასიანია მაგრამ აი ამ კურსს დავამატებ უფასოს და მეც მაგი წამობს და ამას გიმატებთ უფასოს ხა ასეთი სიტყვები წამომწდება სულ უაზროდ მე განა დღეს მე ეს რომ მოვყევი განა მარტო სხვებისთვის მოვყევი ეს მეც მეხება მეც ხომ ადამიანი ვარ ასე რომ ნუ გამებრასდებით მეგობრებო პირიქით იმედია ზედმეტარ არ გადაგახალეთ გისურვებთ წარმატებულ დღეს კარგად დანდებოდეთ